ვარ ანდრია თორმანიძე, დღეს გავხდი 8 წლის. ვსწავლობ სკოლა პროგრესში. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, იმიტომ რომ ვერთობი და ჩუქნიან საჩუქრებს. დღეს მინდა მაჩუქონ ბევრი სათამაშო. ჩემი საყვარელი თამაშია მგელობანა. ზოგჯერ დაბადების დღეზე ჩუქნიან ფულს. მე როცა ფული მაქვს, სულ ვაგროვებ. იმიტომ ვაგროვებ, რომ რაღაცები ვიყიდო. მაგალითად, სათამაშო მანქანა პუტიანი. 4 წლის ვიყავი, როცა მაჩუქეს პუტიანი მანქანა. ეს საჩუქარი გამიხარდა ყველაზე მეტად. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ფეხბურთი. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე ჯერ არ დავდივარ და ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ზოგჯერ მეკარე ვარ და ზოგჯერ თავდასხმელი. მე უფრო მომწონს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 100-მდე გოლი. ყველაზე მეტად კარგად გამომდის მოკრატელას დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა ნაკრებში ვითამაშო 7 ნომრით. 6 წლის ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსილიყავი ჰალკი. ბავშვობა მთავრდება 5 წლის ასაკში. მე მომწონს დიდი რო ვარ და მალე მინდა გავიზარდო. ახლა მინდა ვიყო 18-ის და ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ხატვარი. ხატვა ახალაც მიყვარს და ჩემით ვსწავლე. როგორ ვისწავლე და ტელევიზორიდან ვხატავდი. მე ვიცი სახლის ხატვა, კატის ხატვა და ძაღლის ხატვა. ყველაზე ძნელი არის ძაღლის და ხატვა. ყველაზე ადვილია სახლის და ხატვა. მე ახლა გასწავლით სახლის და ხატვას. ჯერ 4 კუთხედს ვხატავთ, მერე 3 კუთხედს შევიდან და ფანჯრების გამო 4 კუთხედს და ჯვარს. მერე კარები გააკეთოთ 4 კუთხედი და მრგვალი. კიდე შეგვიძლია დავხატოთ მიწა. მერე ზღვა და მზე. ჩემ ნახატებს ვაგროვებ, მაგრამ ზოგჯერ მოწყდება და ვაგდებ. ჩემი საყვარელი ფერია წითელი. არ მიყვარს ლურჯი, იმიტომ რომ მესისაცვია მაგეთი ფორმა. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იქ ძალიან კარგად ვსწავლობ. ჩემს კლასში ყველაზე ხიარული ბავშვია დამიანებ სალაძე. ყველაზე ჭკვიანია დათუნა ციცაძე. ყველაზე მშვიდია სესილი ტაკიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრილი. მეგობრობა არის სიკეთე, ერთად ყოფნა და რაღაცეების თხოვნა. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე რუსული. ჩემი საყვარელი მასწავლებელია სოფო ზოიძე, იმიტომ რომ მათემატიკას გვასწავლის, ქართულს გვასწავლის და ნიჭიერია. სახლში ვცხოვრობ ჩემი და მე, ჩემი ძმა, ჩემი მამა და ჩემი დედა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ილია. ის არის ცელქი, ის არის მხიარული ჯიუტი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ტელევიზორს ვყურებ. მოდის და მითიშავს ტელევიზორს. ჩემი და არის 3 წლის და ქვია ნინო. ნინო არის ლამაზი, ბრანჭია და ცელქი და მტერალაც. ის რომ გაიზრდება, მე მგონი გამოვა ხატვარი. ილია ალბათ გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის ხიარული, ვასკაჩი და კეთილი და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, ხიარული და მოსიყვარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოვაცხობს საჭარო ხაჭაპურს. ყვარებული არ ყავს, იმიტომ არ მინდა ყავდეს. შეიძლება ნერვები მიშალოს და მაგიტო არ მინდა. თორს რომ მოვიყვან, ვიქნები 18 წლის. შვილებს დავარქმევ გიას და სესილის. ძალიან მიყვარს წაკითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ასევე მიყვარს მუთმინების ყურება. ჩემი საყვარელი მუთმინია ტომიჯერი. შედოსნური ჯოხი რო გქონდეს, რაც მინდა იმას ვიზამდი. $1 მილიონ ავიღებდი და ნახევარს ჩემ მამას და დედას და ჩემ ძმას და დას მივცემდი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. 1 წელია ვცეკვავ
პროგრესში. თავიდან ყველაზე მეტად გაბიჭირდა ტრიალი. პირველად რო შევედი, მაშინ მასწავლებელზე კარგად ვაკეთებდი. ყველაზე ადვილი იყო ილეთის სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელიც ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ფეხითაცაა და ხელითაც. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა მქონდეს? მე მინდა მქონდეს ის სწრაფის ძალა. ჩემი საყვარელი მეგობარი არის ყველაზე ჩქარე და მე მინდა იმაზე ჩქარე ვიყო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია რობოტი. ჩემი ტოლა უნდა იყოს და ჩემნაირი. ბედნიერება არის ყველაზე კეთილი რაღაცის გაკეთება, ხიარულობა და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.